30,000 ადამიანი გამოდის ყოველ დილით ესე თქვა 8 საათიდან 10 საათამდე პერიოდში რუსთავიდან თბილისის მიმართულებით. საკითხი ზოგადად. რატო უნდა ხო? ყველაზე მეტი თბილისის მიმართულ მეტრო გაიყვანა ამბობთ რომ 174 მილიონი ლარი მე დიდი ბიუჯეტები არ მიყვარს და ცხადია რაც უფრო პატარა იქნება მით უკეთესი უფრო ნაკლებ ფულს მოიპარავენ ბიუროკრატები მაგრამ ეს ხო ღარიბების ბიუჯეტი არის ხო არ შეიძლება ევროპულ 100,000-იან ქალაქში ეს სასაცილო თანხა შეიძლება იყოს აი მარტი მაგალითს გეტყვი სტადიონის მშენებლობა დაანონსა ახლა მთავრობამ რუსთავში რომელიც ჯდება 100 მილიონი ანუ იმაზე მთლიანი ქალაქის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ჯდება ერთი სტადიონის აშენება და იქ რა ფინანსებიც გვაქვს ჯერ იმას როგორ უფლანგავთ და რაში უფლანგავთ და მერე რო შევადაროთ მასშტაბები ხო და მეორე ავტობანის შემოვლით გზა ჯდება 100 მილიონი. როდესაც აი მთლიანად 130,000-იან ქალაქს აქვს სულ 174 მილიონი ბიუჯეტი.